მაგალითად, ადრე როცა გამიგია, რომ ვიღაცა ფული იშოვა, ან გამდიდრდა, ან დიდარია, ქვეცნობიერი პირველ რიგში მაწვდიდა სცენარებს, ნეგატიურ სცენარებს, რომელიც თანახმადაც შეიძლება ესეთი დასკვნა გამეკეთებინა. ეს ფიქრები დაახლოებით ესე ჟღერდა, რომ ალბათ რაღაცა ეხლა ისეთ იქნა, ხო ხვდები, რომ ამხელა ფული იშოვა. ვიღაცაზე გაიგებდი მით უმეტეს თუ ლამაზია და სადღაც უცხოეთში იყო და ჩამოვიდა და დიდარია, გასაგებია ეხლა იქით იცი შოვიდა ფულს. პირველი როცა დიდარ ბიზნესმენს ან ვიღაცა დიდარს მოუკრავთ თვალს, პირველი აზრი ხშირ შემთხვევაში მოდის, ბევრი შემთხვევაში მოდის ის, რომ ამ ვიღაცას ეს სიმდიდრე დაგროვებული აქვს არც ისე წესიერი და მორალური გზებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ კი ვამჩნევთ, რომ ერთი წუთი ეს მიკროფონი მე მგონი ჯობია ზემოდან დავდო. იმიტომ რომ თან რაღაცას ვედები და თავარი არის გვესმოდეს, რომ ჩვენი გონება არ მუშაობს ესე უბრალოდ რაღაცა მხოლოდ თავის გამოცდილებებით. ჩვენი გონება მუშაობს ძირითადად 90% ქვეცნობიერით, რომელიც ავტოპილოტზე მართავს ჩვენს ყოველდღიურ შეხედულებებს, გადაწყვეტილებებს, საქმეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში, როცა სიმდიდრეს მოუკრავთ ყურს ან თვალს, თუ გვახსენდება, რომ ამის უკან დგას ამორალური, უპატიოსნო და ასე შემდეგ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი, ეს არის სიმპტომი და აჩვენებს ნამდვილ პრობლემას აჩვენებს, სად გვაქვს ნამდვილი პრობლემა. აჩვენებს სურათს, რომ ვიღაცამ წარმატებით მოახერხა ჩვენს გონებაში სიღატაკის პროგრამის ჩაწერა. წინა ლაივზე ვისაუბრეთ, როგორ აკეთებს ამას ცრუ განათლების სისტემა, მაგრამ განათლების სისტემა არ არის ერთადერთი, ვისაც ამ პროცესში წვლილი შეაქვს. იგივეს აკეთებს ფილმები თუნდაც, სადაც ფილმები, ამბები, ისტორიები, სადაც ძირითადად ესეთ პერსონაჟებს გვაცნობენ, რომ არის მდიდარი და ბოროტი და აქეთ კიდე ეს ბოროტი თავის სიმდიდრით ჩაგრავს აქეთ პატიოსან, მაგრამ ღატაკ ადამიანს. და ჩვენს გონებაში მით უმეტეს უნდა გვესმოდეს ამბები რა ინსტრუმენტია ზოგადად, ისტორიების მოყოლა, ფილმებიც აკითხვა, ლეგენდა და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა ინსტრუმენტია ეს უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ ამბები არის რაღაცა, რაც კომუნიკაციაში შედის ქვეცნობიერთან. ახლა ცნობიერთან კომუნიკაცია ხდება კითხვების დასმით, რაღაცას რომ პირდაპირ გეტყვი, მაგალითად, მე რო გითხრა, რომ ჩაი მაქვს და ყავა მაქვს, მაგრამ ყავა არ დალიო, იმიტომ რომ ყავა არ დალიო. და მკითხავ, რატო არ დავლიო, მე რო ყავა მიყვარს, რატო მეუბნები რომ ჩაი დავლიო. ნახე, ცნობიერი დაიწყებს კითხვების დასმას, იმიტომ რომ პირდაპირ კომუნიკაცია არის ცნობიერთან კომუნიკაციის ენა. მაგრამ ქვეცნობიერი საუბრობს ისტორიებით, ამბებით და ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ისტორიას, ამბებს ან რაღაცა სხვადასხვა ფაქტების ინტერპრეტაციებს ვისმენთ. მაგალითად, მე რო გითხრა, უბრალოდ ამბავი რომ მოვყვე, რომ იცი რა გუშინ ჩემი მეგობარი იყო ჩემთან, ყავა დალია და მოიწამლა. და მეორე ჩაი დალია და ძალიან კარგადაა. შენ რომელი გინდა? და შენ იტყვი რომ ჩაი მინდა. რატო? იმიტომ რომ ამ ამბავმა მოყიდა იდეა, რომ ყავამ შეიძლება მოგწამოს. გარდა იმისა, რომ ამბებით და ასე შემდეგ ხდება ჩვენი გონების დაპროგრამება, ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც სამწუხაროდ არა აბსოლუტური უმრავლესობა, არა ყველა შემთხვევაში, არა ყველა რელიგია ან ასე შემდეგ, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დიდი წვლილი ზოგიერთის შემთხვევაში იმაში, რომ ადამიანის გონებაში იყოს სიღატაკის პროგრამა ჩაწერილი, დიდი წვლილი შეაქვს ზოგიერთი რელიგიური სწავლების ისეთ ინტერპრეტაციას, როგორი ინტერპრეტაციას დღემდე ჩვენამდეა მოსული. მით უმეტეს, როცა ნახე, კარგად უნდა დავაკვირდეთ რა, ესე ბავშვები ხო არ ვართ მართლა, რომ იცი რა, იმას ცუდი არაფერი არ უთქვამს. შეიძლება არაფერი არ გითხრათ ცუდი, მაგრამ სტრიქონებს შორის ის აზრი მოგაწოდა, რომელიც ვერც გააცნობიერე, მაგრამ იდეა, რომელიც ჩემი კომუნიკაციის შემდეგ წაიღე, ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არც ერთხელ არაფერი მithქვამს. სანამ განვიხილავთ იმ მუხლებს, ბიბლიურ მუხლებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში
ყველაზე ხშირად იყენებენ არასწორი ინტერპრეტაციისთვის, იმისთვის რომ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ იცი რა, პატიოსნება უდრის სიღატაკეს, თუ ღარიბი ვიქნები, ღმერთისთვის უფრო მოსაწონი ვიქნები, ვინც მდიდარია და ფულშოულობს, ან ვისაც წარმატებული ბიზნესი აქვს, ეგ ეხლა ხო თქვა ქრისტემ, რომ დიდრები რთულად შევლენ და ვერ შევლენ ღვთისმსუფეველში და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. მოკლედ, სანამ ამ უხლებს განვიხილავთ, მანამდე მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პასაჟი ძველი აღთქმიდან, ებრაული წერილებიდან, სადაც კაფიოდ და კონკრეტულად ჩანს, რა იგულისხმება ღვთის კურთხევაში. როდესაც ვიღაცაზე ვამბობთ, რომ აი ის ღმერთმა აკურთხა. აკურთხა ერთია გავიგეთ, მაგრამ რა თვალშისაცემი ნიშნები ჰქონდა ღვთის კურთხევას. თუ კარგად დავაკვირდებით, ბევრი ესეთი პიროვნება შეიძლება ვნახოთ ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც, რომელზეც წერია, რომ ღმერთმა აკურთხა, მაგრამ სანამ ახალ აღთქმამდე მივართ, მანამდე ნახე ძველ აღთქმაში ძალიან ბევრთან მიმართებაში კურთხევა უდრიდა სიმდიდრეს. რატო? იმიტომ რომ ღმერთი არ არის სიღატაკის ღმერთი. სიღატაკის, უბედურების, ტანჯვის და ასე შემდეგ შემოქმედი არის მისი მტერი, გასაგებია, ეშმაკი, სატანა, რაც გინდა დაარქვი. მაგრამ ღმერთს ეს სამყარო არ შეუქმნია სიღატაკისთვის, არ შეუქმნია გაჭირვებისთვის, შექმნა იმისთვის, რომ მიგეღო ყველაფერი, ყველაფრიდან რამდენიც გენდომებოდა. ადამიანს და ევას თავდაპირველად უთხრა, რომ დაასახლა ბაღში და უთხრა, შეგიძლიათ ჭამოთ ყველა ხის ნაყოფი, ყველა ხიდან იმდენი რამდენიც გინდა გარდა ერთისა. საკმარისია ფოკუსი გადაიტანო აკრძალულზე, რა არ გეჭმევა, წამში გაღატაკდები. ეშმაკმა რო უთხრა, რომ იცი რა, ყველაფერი მართლა გითხრათ ღმერთმა ესე და როგორც კი ფოკუსი გადაატანა იმაზე, რაც არ ეჭმეოდათ, ადამიანებმა ვეღარ დაინახეს ის სიმდიდრე, რაც მათ თვალწინ იყო. გაღატაკდნენ, ეტირად ყოფა, გასაგებია, დღემდე იტანჯება კაცობრიობა თუ გჯერა სიტყვაზე იმის, რაც. მაგრამ ნახე. უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი არ არის შემოქმედი ნაკლოვანების, ნაკლულობის, დეფიციტურობის და ასე შემდეგ. ეს სამყარო შექმნილი აქვს უსასრულო ეკონომიკის პრინციპით. რაც მეტია მოხმარება, მეტია წარმადობა. რაც მეტ ვაშლს შეჭამ, უფრო მეტი ვაშლის ხე შეგიძლია გააზარდო. ამაზე წინა ჩართვაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ნახე, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ მაგალითზე მინდა შევთანხმდეთ სინამდვილეში რა იგულისხმება ბიბლიაში, როცა ვკითხულობთ სიმდიდრეს. რა სიმდიდრე იგულისხმება? პირდაპირ გაგებით ის იგულისხმება, რაც ჩვენ გონია თუ რაიმე სხვა ფორმა ჰქონდა მაშინ სიმდიდრეს, იმიტომ რომ ნახე, ღმერთი შეპირდა აბრაამს, დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. იყავი კურთხევა ყველასთვის, ზოგან წერია ყველა ოჯახისთვის. დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ და ცოტა ხანში წერია. და აბრაამი ძალზედ მდიდარი იყო პირუტყვით, ვერცხლით და ოქროთი. აბრაამი ერთადერთი კაცია, ვისაც ბიბლიაში ღვთის მეგობარი ეწოდება და შეუძლებელია და არაგონივრულია ვიფიქროთ, რომ ღმერთმა აკურთხა ადამიანი და მისცა ბოროტება. აკურთხა და მისცა, აბრაამი იყო მდიდარი კი არ იყო, ძალზედ მდიდარი იყო. ხშირად არ ვაკვირდებით ყველა სიტყვას, ნახე, უბრალოდ მდიდარი კი არ იყო, განა არაფერი არ, ძალზედ მდიდარი იყო. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა აკურთხა. აბრაამი არ არის ერთადერთი ისააკი და დათესა ისააკმა იმ ქვეყანაში, ისააკმა არა, მაშინ ისაკი ერქვა. ისააკმა იმ ქვეყანაში, დათესა ისააკმა იმ ქვეყანაში და იმ წელს 100 მაგი მოიმკო. და მიზეზი რა არის, ხლა რის გამოც 100 მაგი მოიმკო? რადგან აკურთხა იგი უფალმა. ესე იგი დათესა 5 მაგი არ მოუნკია, არც 10 მაგი მოუნკია, 100 მაგი მოიმკო, იმიტომ რომ ღმერთმა აკურთხა. გამდიდრდა კაცი, დიდ ძალაში შევიდა, ძლიერ და ძლიერ იზრდებოდა. ვიდრე ძალზედ მდიდარი არ გახდა. არსად არ წერია, რომ როგორც კი გამდიდრდა, მერე ღმერთის თვალში აღარ იყო ისეთი კაი ადამიანი, როგორც იყო. იაკობზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ძალზედ გამდიდრდა, ბევრი პირუტყვი, მსახური, მხევალი, აქლემი და ვირი ყავთ. ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია იობი. იობი, რომელიც ისედაც მდიდარი იყო და მივიდა ეშმაკი ღმერთთან და უთხრა, რომ იობსო, იმიტომ
იმიტომ არისო იობი შენი ერთგულიო, რომ სიმდიდრე აქვს, აბა არ ქონდესო სიმდიდრე. წამში დაგიწყებდა პირში გმობასო. და გასგებია იქ მე იობმა ყველაფერი დაკარგა, მოუკვდა ყველა, დაეწვა სახლი, რაღაცები და ცოტა ხანში ვკითხულობთ ესეთ რაღაცას. ნახე, ჯერ იობი. იყო ერთი კაცი და ის კაცი უმციკლო, წრფელი იყო. ყავდა 7 ვაჟი და 3 ქალი და იყო კაცთა შორის უდიდესი. შემდეგ დაკარგა ყველაფერი და შემდეგ ვკითხულობთ. უფალმა კვლავ მოუმრავლა იობს ყველაფერი, რაც ჰქონდა. გაუორმაგა ქონება. საინტერესოა, აი ეს შაბლონი ღმერთი როცა აკურთხებდა ვიღაცას, აძლევდა მატერიალურ სიუხვესაც და დოვლათსაც. და სამწუხაროა, როცა დღეს ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ ადამიანი მატერიალურად ძლიერია, მდიდარია, უმდიდრესია, ან უნდა გამდიდრება და ქონების დაგროვება, ეს ადამიანი უეჭველი საზღარი ადამიანია ძმაო. ამ ფიქრებს უნდა გამოკვლევა, იმიტომ რომ ცოტა ხანში დავინახავთ სინამდვილეში საიდან რა ფორმით არის შემოსული ჩვენს ქვეცნობიერში და როგორც წეგან აღნიშნეთ, ქვეცნობიერი არის რაღაცა, რაც ავტოპილოტზე მართავს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად 90%-ით მართულია ავტოპილოტით, ქვეცნობიერი საქმეებით, იმ ჩვევებით, იმ გაკვალული გზის გამეორებით, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია, მოკლედ. კიდევ ერთ საინტერესო, სოლომონს როცა ღმერთმა სიბრძნე მისცა, ნახე, კაი რაღაც წერია. მოგცემ იმასაც, რაც არ გითხოვია. კითხა, რომელი გინდა? დღეგრძელობა მოგცე, სიმდიდრე მოგცე თუ სიბრძნე მოგცე და სოლომონმა აირჩია სიბრძნე. ღვთის სიბრძნე მიიღო ადამიანმა და უკითხულობთ, მოგცემ იმასაც, რაც არ გითხოვია, სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ არავინ არ იქნება შენნაირი მეფეთა შორის შენს დღეთა განმავლობაში. ასე აღემატებოდა მეფე სოლომონი დედამიწის ყველა მეფეს სიმდიდრითაც და სიბრძნითაც. სოლომონის ბიზნეს მოდელი რო ნახო რეალურად, აქ ვინც წავიკითხეთ, სოლომონზე შეიძლება იფიქრო, რომ სოლომონის რისი ბიზნესი ჰქონდა. სოლომონის ბიზნესმენი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეფე იყო, თუ კარგად ნახავ, რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა და ასე შემდეგ, ზუსტად დაინახავ რა ბიზნესი ჰქონდა და უფრო მეტიც რა ბიზნეს მოდელი ჰქონდა. მაგრამ მანამდე ვინც წავიკითხეთ, აბსოლუტურად ყველა დღეს რო ეცხოვრა, ბიზნესმენი იქნებოდა ეს ხალხი. არ ვიფიქრი ამაზე, გონია რომ ბიბლიაში ხარ წერია ბიზნესი. მთელი ბიბლია გარკვეულწილად შეიცავს რელიგიასაც, მაგრამ მთელი ბიბლია ძირითადად არის იმ კომუნიკაციების, იმ პრინციპების და იმ ურთიერთობების კრებული, რომელსაც თუ დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოიყენებ, იმ სფეროში შენ იქნები ღმერთის წარმომადგენელი. ვერ იქნები მდიდარი ღმერთის წარმომადგენელი რაღაცა სფეროში უკიდურესი სიღატაკის პირას. თუ რა თქმა უნდა არ ხარ, არ ვიცი, შენ შეხედულებით ეს არ არის სიმდიდრე. მე პირადად არ მინდა ვიყო ღმერთის წარმომადგენელი, მდიდარი ღმერთის წარმომადგენელი უკიდურეს სიღატაკეში. თავარია გვესმოდეს რა გვხვდის მდიდრებად. და ეგრევე მივხვდებით, რომ თუ ადამიანს სიმდიდრე გინდა, ესე იგი გინდა, რომ შენს ცხოვრებაში რაც შეიძლება დიდი დოზით ირეკლავდე შენს ღვთის მსგავსებადობას. მე არ ვარ ახლა რაღაც რელიგიური მხარდაგებელი, უბრალოდ ძალიან შემაწუხებელია და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ერთი რო განათლების სისტემამ აბსოლუტურად სიტყვის განმარტებები აგვირდაგვირია სიმდიდრეზე, გითხრა რომ სიმდიდრე ფულია. სიმდიდრე არის შენი უნარი, შექმნა ღირებულებების საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. როცა ღმერთმა გაგაჩინა და მოგცა წერია რომ შენში შთაბერა თავისი სული, შენში ჩადო მარცვალი, არა იმიტომ რომ ვინმეზე უკეთესი ხარ, იმიტომ რომ უკეთესად მოემსახურო სხვებს. როცა ჩემში ღმერთმა ჩადო თავისი შემოქმედებითობის რაღაც დეტალი, არა იმიტომ რომ სხვაზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ ამ თესლს მოვუარო, დავიცვა, აღმოვაცენო, რატო? იმიტომ რომ ნაყოფი რომელსაც ეს თესლი გამოიღებს, ჩემთვის არ არის, სხვისთვის არის. და თუ ამას აკეთებ, მდიდარი ხარ. რატო? იმიტომ რომ სიმდიდრე არის შენი უნარი, შექმნა სიკეთეები და ღირებულებების საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. ადამიანები, ვიზაც ვკითხულობთ, რომ იყვნენ მდიდრები, ეს ადამიანები დაკავებულები იყვნენ ბიზნესით, იმიტომ რომ ბიზნესი არის რაღაცა, არა ის რაც უნივერსიტეტში გვასწავლეს.
ნახე რა სიმახინჯე მასწავლეს პირადად მე უნივერსიტეტში. ბიზნესი არის ეკონომიკური დაგვით. ბიზნესი არის მოგების მიღების მიზნით წარმოებული კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა. ხო ვითომ გასაგებია რომ თურმე ბიზნესი არის. ბიზნესი ხარ პირადად შენ, რომლის ერთადერთი დანიშნულება, თუ გინდა რომ სრულფასოვნად იგრძნო თავი, არის ის რომ ღირებულებების შექმნა საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. და რა კი ეს უნარი არის სიმდიდრის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოგეცემა არის ფული, იმისთვის რომ ის იყიდო, რის იყიდვაც ფულით შეიძლება. მაგრამ სიმდიდრე გაძლევს კიდე სხვა რაღაცებს, იმისთვის რომ ის რაღაცებიც იყიდო, რასაც ფულით ვერ იყიდი. გაძლევს კმაყოფილებას, გაძლევს ბედნიერების შეგრძნებას. როცა მეგობარი მოდის და ოპერაციის ფული არ აქვს, იმის ნაცვლად რომ უთხრა რომ ვილოცებ ძმაო შენთვის. ერთია რომ ვილოცებ, მაგრამ რა ვიცი, ძმაო ფულიც მაგ და მოგცემ და როცა ამას გავაკეთებ, სულ სხვანაირად ბედნიერი ვიქნები კიდე ჩემი სიმდიდრით. მოკლედ. ერთ-ერთი ყველაზე თითზე დახვეული პასაჟი უკვე ახალი აღთქმიდან არის დიდრის და აკლემის და ნემსის ყუნწის პასაჟი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ იმის საილუსტრაციოდ, რომ იცი რა, დიდრები ხო ვერ გადარჩებიან, ხვდები და აი ის კი არის მდიდარი, რამდენჯერ შემხედრე ვიღაცა მდიდარზე რომ წამიკითხავს, რომ გარდაიცვალა და კომენტარები. სიმდიდრემ ვერ დაიცვა, ხო? სიმდიდრემ თავის ცხოვრება გაატარებინა იმაზე აზრიანად, იმაზე შედეგიანად, იმაზე შინაარსიანად, ვიდრე ვიღაცა მთელ დარჩენილ 10-ჯერმე ცხოვრებას გაივლის. იმ ვიღაცამ შეიძლება 10 წელიწადში მოასწრო, იმდენი 2000 წელიწადში რო ვერ მოასწრებს, უფულო ნიშნავს ადამიანს, რომელიც არ ქმნის ღირებულებებს სხვებისთვის. ეხლა გინდა ისე გაიგე, თუ დღეს ფინანსური პრობლემა გაქვს, სინამდვილეში პრობლემა გაქვს სოდნის ნაწილში. არ იცი როგორ შექმნა ღირებულებები, ან იცი როგორ შექმნა, მაგრამ არ იცი როგორ დაანახო ეს ღირებულებები სხვებს. კაი. მოკლედ, მათეს 19 თავის 25-19 თავში წერია დიდრის და აკლემის შედარება და ბევრს გონია რომ რა კი ქრისტემ თქვა რომ აკლემი უფრო მარტივად გაძვრება ნემსის ყუნჩი ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ესე იგი მდიდრები ვერ შევლენ, ძმაო, სიმდიდრე რო კაი ყოფილიყო. მოდი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის სიტყვებს ცოტა გასაგები მნიშვნელობა უნდა მივცეთ. პირადად ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ყოველთვის რა არის სასუფეველი, იმიტომ რომ არც ერთ თარგმანში სასუფეველი სიტყვა არ გვხვდება სამეფო. სამეფო უკვე გასაგებია რაც არის. სამეფო გასაგებია რა არის. სამეფო არის მმართველობის ფორმა, სადაც გასაგებია იერარქია, გასაგებია პრინციპები, გასაგებია წესები, გასაგებია რეგულაციები და ასე შემდეგ. როცა ბიბლიაში ვკითხულობთ რომ დიდარი ვერ შევა ღვთის სამეფოში, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი პასაჟი, სადაც ქრისტემ ახსენა ღვთის სამეფო. ოღონდ ეს მეორე შემთხვევა, სადაც ახსენა. რამდენიმე წუთით ადრე ჯერ სხვასთან მიმართებაში ახსენა და უნდა გვესმოდეს, ნახე, თუ არ გვინდა რომ კონტენტმა, დეტალებმა შეგვიყვანოს შეცდომაში, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა განვიხილოთ მთელი კონტექსტი. ანუ რაღაცები რაც მანამდე მოხდა და რაღაცები რაც მის შემდეგ მოხდა, იმისთვის რომ ზუსტად გავიგოთ ეს რაღაცა რაც ითქვა, რატო ითქვა, ვისთვის ითქვა, რა გაგებით ითქვა. ეს პასაჟი იწყება შემდეგნაირად. გამოვიდა ქრისტე მოწაფეებთან ერთად და ბავშვებმა დააპირეს მასთან მისვლა. და ბავშვებს არ უშვებდნენ. საინტერესოა რომ არ უშვებდნენ მოწაფეები. იმიტომ რომ არ შეაწუხოსო რა. და ქრისტემ მაშინ უთხრა პირველად აქ ახსენა ღვთის სამეფო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იოანე ნათლისმცემელმა ახსენა, რომ მოემზადეთ მოახლოებულია ღვთის სამეფო, მაგრამ ქრისტემ პირველად აქ ახსენა და ზუსტად უნდა გვესმოდეს, ნახე, ბიბლიური მუხლების განმარტების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ამოხსნა ისევ ბიბლიური სხვა კონტექსტით. იმიტომ რომ შეუძლებელია ეს წიგნი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს, ამიტომ თუ რაღაცა პირველად გვხვდება, სავარაუდოდ აქ უნდა ვეძებოთ მისი სწორად გააზრების ფორმები, თუ პირველად არ გვხვდება, უნდა ვნახოთ სხვაგან სად გვხვდება, რომ ერთი აზრი გამოვიტანოთ. ქრისტემ პირველად ბავშვებთან მიმართებაში თქვა, რომ მოუშვით ბავშვები ჩემთან, იმიტომ რომ
ამათნაირებისთვის არის ღვთის სამეფო. და მიუშვეს ბავშვები და ასე შემდეგ. ხელი დაადო წერია. ამ პასაჟის გაგრძელება, როცა მიდის ადამიანი ქრისტესთან და ეკითხება, რომ კარგო მოძღვარო, რა საქმეები უნდა ვაკეთო იმისთვის, რომ დავიმკვიდრო ღვთის სამეფო და ძალიან საინტერესო, ქრისტეს პირდაპირ არ უპასუხია. კითხვა შეუბრუნა და ბევრი რაღაცა ჩანს სხვა ვიდეოს თემა, რა ჩანს ამ კომუნიკაციიდან, მაგრამ ნახე. შემდეგ კითხა და შემდეგ ქრისტემ უთხრა, ეს უნდა აკეთო, ეს უნდა აკეთო, ეს უნდა აკეთო, ეს უნდა აკეთო, ეს უნდა აკეთო. და იმან უთხრა, მაგ ყველაფერს ვაკეთებ, კიდე რა უნდა ვაკეთო? და ქრისტემ უთხრა, გაყიდე ყველაფერიო, დაურიგე ღარიბებს და გექნება წვლილი ღვთის სამეფოში თუ წილი, არ მახსოვს, სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად წერია. დააღონდა ეს ადამიანი და წავიდა და შემდეგ ქრისტემ თქვა, რომ აკლემი გაცილებით მარტივად გაძურება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში. თუ ორივე პასაჟს სწორად დავინახავთ, ნახე, მოვიდნენ ბავშვი. ბავშვი როგორი არსება? ბავშვი არის არსება, რომელსაც არ შეუძლია ამ სამყაროში თავი გადაირჩინოს საკუთარი ძალით, საკუთარი რესურსით. ბავშვი არის არსება, რომელიც დამოკიდებულია სხვაზე, ცხოვრების ყველა ეტაპზე. მე არ გულისხმობ 35 წლის ბავშვებს და 45 წლის ბავშვებს. გულისხმობ ბავშვებს. ბავშვებზე თქვა, რომ მათნაირებისთვისაა და შემდეგ მოდის ადამიანი მდიდარი და ამ ადამიანის პასუხიდან ჩანს სინამდვილეში რაზეა დაიმედებული. რისი იმედი აქვს სინამდვილეში ეგ ჩანს. დააჭერინა ერთხელში ღვთის სამეფოს შესვლა, მეორეში დააჭერინა სიმდიდრე და უთხრა, რომ თუ ეს გინდა, ამას ხელი უნდა გაუშვა. იმიტომ რომ თუ მეკითხები როგორ შევიდე, გეუბნები, ამას ხელი უნდა გაუშვა. და თუ ამას ხელს არ უშვებ, გასაგებია, რაზეც ხარ დაიმედებული. და ის რაც უთხრა, რომ დიდარი უფრო რთულად შევა, ვიდრე აკლემი გაძვრება ნემსის ყუნჩი, პირველ რიგში ეს არ იყო ზოგადად ყველა მდიდრის შეფასება. ეს იყო ამ კონკრეტული ადამიანის, რომელიც ვითომ ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ მისმა ერთმა პასუხმა აჩვენა, რომ დაიმედებული და დამოკიდებული იყო სიმდიდრეზე. საიდან ვასკვნით, რომ სინამდვილეში აქ არ იგულისხმება მდგომარეობა, რომ თუ მდიდარი ხარ ვერ შეხვალ, აქ იგულისხმება შენი დამოკიდებულება სიმდიდრესთან მიმართებაში. როცა მოწაფეებმა მოისმინეს ქრისტეს პასუხი, შეიცხადეს, ასე ვთქვათ, რომ მოიცა სადღაც ამოწერილი მაქვს. როცა მოწაფეებმა მოისმინეს, გაოცებით თქვეს, აბა ვინ შეიძლება გადარჩეს? იესომ შეხედა და თქვა, ეს არის ძალიან საინტერესო. არ უთქვამს, რომ ღარიბები, არ უთქვამს, რომ ესეთები, არ უთქვამს, რომ ისეთები. თქვა, ადამიანისთვის ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა გქონდეს, შეუძლებელია, მაგრამ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. თუ აქამდე არ გიფიქრია ამ კონკრეტული მუხლის ესეთ დაკავშირებაზე, ზუსტად იცოდე, რომ არაერთხელ არის გამოყენებული ეს მუხლი ადამიანების მასების გაღატაკებისთვის. ეხლა ზოგი იტყვის, რომ იცი რა, მე ჩემთან მე ეგეთი არავის არ უთქვამს. არავინ არ манипуляციის დროს არ ხდება საუბარი ცნობიერთან. საუბარი ხდება ქვეცნობიერთან და ქვეცნობიერთან საუბრის ერთადერთი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება არის ამბები, შედარებები, ლეგენდები, მაგალითები, ისტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ მახსენდება ფაქტი, სადაც ვინმეს დიდი მასისთვის უთქვამს, რომ ღვთისმსახურების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა, რომ შექმნა სიკეთეები საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის და ღმერთი გაკურთხებს სიმდიდრით. უფრო მეტიც, ამ მუხლს მიაყოლეს კიდე ერთი მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ფული ყოველგვარი ან ვერცხლი ყოველგვარი ბოროტების ფესვია. და ბევრს გონია, რომ ხო, ეს ხო ბიბლიაში წერია და სინამდვილეში არც ერთ თარგმანში, არც ერთ ადგილას მსგავსი არაფერი წერია, რომ ფულის სიყვარული, ვერცხლის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია.
რატო შეიძლება ეხლა ამ ერთ სიტყვას კონდეს ამდენად დიდი მნიშვნელობა? ძალიან მარტივია, ნახე. როცა ფული გიყვარს, სულ ერთია ფული გიყვარს თუ რაც გიყვარს, როცა რაღაცა გიყვარს, ეს არის რაღაცა, რასაც ხელს არ უშვებ და ყველა სხვა დანარჩენ რაღაცეებს უყურებს საშუალებებად, რომ ეს რაღაც ან მოიპოვო, ან შეინარჩუნო, ან გაზარდო, ან გააბევრო და ამ შემდეგ. შესაბამისად, როცა ფული გიყვარს, ხარ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანების სახით ხედავს საშუალებებს, როგორ მიიღოს მეტი ფული. როცა ფული გიყვარს, სხვა ადამიანებს იყენებ იმისთვის, რომ უფრო მეტად გამდიდრდე. სიგიჟეა. როცა ფული გიყვარს, თუ ვერ მოიფიქრებ რა ღირებულებების შექმნა საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის და მიაწოდო და გააუმჯობესო სხვების ცხოვრება, ბიზნეს მაგას აკეთებს, ქმნის რაღაც სიკეთეებს, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ და ამ რაღაცაებით ჩვენ ცხოვრება ხდება უკეთესი. ბიზნესი ეგ არის. და როცა ვერ ფიქრობ რა ღირებულებები უნდა მიაწოდო, იმის გამო რომ ფული ადამიანზე მეტად გიყვარს, შეიძლება წახვიდე კრიმინალზე, შეიძლება წახვიდე დაყაჩაღებაზე, შეიძლება წახვიდე რაღაც არა კანონიერზე, რატომ? იმიტომ რომ ფულის სიყვარული არის ყოველგვარი ბოროტების ფესი და არა თავად ფული. მე ზუსტად ვიცი რომ ახლა ძალიან ბევრი ფიქრობს რომ იცი რა ხო აბა სხვა ჩვენს არავინ გვასწავლის თუ მიზან მიმართულად ვიღაცა არ გასწავლის როგორ უნდა გამდიდრდე კანონიერი კარგი და სასარგებლო საქმე და როგორ უნდა გამდიდრდე თუ ამას ვიღაცა მიზან მიმართულად არ გასწავლის იქ სადაც დიდ დროს ატარებ სასწავლებელში ცხოვრების ნახევარს დიდ დროს ატარებ ტელევიზიასთან, ფილმებთან, მედიასთან, დიდ დროს ატარებ, არ ვიცი, შეიძლება სხვადასხვა სულიერი საქმეებით ხარ დაკავებული, რომელიც სინამდვილეში სულიერობის პიჯაკში გამოწყობილი რელიგიური პროპაგანდაა. მე არ გულისხმობ, რომ ყველა რელიგია ესეთია, მე არ გულისხმობ, რომ ყველა რელიგიის მსახური ესეთია, მე გულისხმობ იმას, რომ ბოლო ჯამში სისტემა, რომელიც ადამიანებს სიღატაკისთვის აპროგრამებს და ამზადებს, შეხმატკბილებულად მუშაობენ ისევე როგორც ძალიან კაი მასწავლებლები და ძალიან კაი ლექტორები პირადად მე უამრავი ვიცი, მაგრამ ამ ადამიანების ესეთი გამონათება არ ცვლის სისტემას. იმიტომ რომ სისტემა რომელიც როგორ გითხრა, მიზან მიმართულად შედგენილია და შექმნილია და დაპროექტებულია მიზან მიმართულად იყენებს მანიპულაციის იმ მეთოდებს, რითიც ადამიანებს ტოვებს სიღატაკეში. მარტივს გეტყვი, სანამ წინ გავასწრებ, ნახე. ორი მიზეზი აქვს სულ მაგალითად რატო შეიძლება რაღაცები გვეძვირებოდეს ან არ გვეძვირებოდეს. ღარიბებს მაგალითად აბსოლუტურად ყველაფერი არა, მაგრამ ღარიბებისთვის ყველაფერი ძვირია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ცოტა ფული აქვთ, მაგრამ ბევრი ფულიც რო ქონდეს, თუ ადამიანს ეს ფული ნაშოვნი აქვს დროის გაყიდვით, მისთვის ყველაფერი ძვირია. რატომ? იმიტომ რომ დრო აქვს გადახდილი. აბა რა უნდა გადაიხადო? ეგ მეორე საკითხია. მაგალითად, სახლი რომელშიც ცხოვრობ 4 შეთავაზებით მაქვს ნაკიდი. საათი რომელიც მიგეთია და თავიდან ვთქვი $23,000 მივეცი მეთქი. ვიღაცებს ვისაც ფული მხოლოდ დროის გაყიდვით აქვს მიღებული, ეგრევე დათვალა $23,000 რამდენი ცხოვრების რამდენი საათია და ბიჭო რა ბევრია. ბევრია, იმიტომ რომ დროით ყიდულობს. ადამიანების უმეტესობა დროით ყიდულობს, დროს ყიდის. ანუ ამაზე ცუც ვერაფერს გაუკეთებ ადამიანს. რომ დრო გააყიდინო გამდიდრებისთვის. მანქანა რომელშიც $25,000 მაქვს მიცემული ერთი შეთავაზებით მაქვს ნაკიდი. საერთოდ არ ვფიქრობ, რას რამდენი დრო დაჭირდება, ვფიქრობ, რა შეთავაზება უნდა მოვიფიქრო. ისეთი რომ თუ ადამიანი კის მეტყვის, მისთვის იმდენად დიდი სარგებლის მომტანი იყოს ის, რასაც მივცემ, რომ $25,000 იყოს მარტივად კის ათქმელი. ჩემი ამოცანაა, რომ ის შედეგი დავდო არა დროის მიხედვით და გავზომო არა დროის მიხედვით, გავზომო შედეგების მიხედვით. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ღარიბებისთვის ყველაფერი ძვირი არის ის, რომ ძვირად აქვთ ფული ნაკიდი, დროის სანაცვლოდ აქვთ მიღებული. მოკლედ ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი გარემოება არის წეგან დამავიწყდა მე თქვა აკლემის და
დიდრის პასაჟზე არსებობს ვერსია, თუმცა მე ამჯერა მაგ ვერსიის რომ მაგრამ საინტერესო ვერსია არის. თუმცა მე ამჯერა რომ ეგ ვერსია რეალურია და სწორია, რომ არსებობს ვერსია რომ იერუსალიმშიო იყო ქალაქში შესასვლელი რამდენიმე კარიბჭეო რა და ერთ-ერთი კარიბჭე იყო ღამის შესასვლელათო. ანუ ყველა კარი რო დაიკეტებოდა, ამ ერთიდან ღამეთ შეგეძლო შესვლა. მაგრამ ეს კარიბჭე იმდენად პატარა იყო, რომ აკლემი დატვირთული აკლემი თუ მოდიოდი, უნდა ჩამოგეხსნა ყველა ტვირთი, რაც მასზე იყო აკიდებული. აკლემის მუხლებზე დაგეყენებინა, იმისთვის რომ სხვანაირად ვერ შეეტეოდა ამ კარიბჭეშიო და ებრაელები ამ კარიბჭეს ნემსის ყუნწს ეძახდნენ და ქრისტემ როცა ნემსის ყუნწი ახსენაო, უფრო მარტივად გაზურება ვიდრე მდიდარი შევა, ეგ იგულისხმება. იდეას ალბათ კარგად გამოხატავს, თუმცა არსად ეგ რაღაც არსად არ დასტურდება, მაგრამ იდეა საინტერესოა. თავარია გვესმოდეს, რომ ქრისტემ ძალიან სწორად განუმარტა მოწაფეებს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელია ღვთისამეფოს დამკვიდრება, მაგრამ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ეგ არის მთავარი და ბავშვები იყო ამის საუკეთესო გამოხატულება. ერთი რო იყვნენ, არიან გულწრფელები, მაგრამ მეორე ბავშვი თავისი არსებით არის დამოკიდებული სხვა უფრო ძლიერ არსებაზე. და ასე შემდეგ. ნახე, ეს იყო დაპირისპირება კონტრასტის საჩვენებელი, როგორისთვის არის, როგორისთვის არ არის და ასე შემდეგ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბიბლია ყველაზე ხშირად ღვთისმსამეფოს ადარებს ბიზნესს და არა ეკლესიას ან ტაძარს. ხო, ბევრმა შეიძლება პირველად გაიგო, შეიძლება არც მეთანხმებოდეს. ხო, ერთი რაღაც მინდა ვთქვა რა. კომენტარებში ძალიან ხშირად ვხედავ, რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცაში არ მეთანხმებოდეს და ეგ კაია. ხანდახან მეც არ ვეთანხმები ჩემს თავს, ხანდახან რაღაცა შარშან რომ მეგონა სწორი, მე რა მომჩენია რომ არასწორია და დღეს ჩემს თავს მეც არ დავეთანხმებოდი, არანაირი პრობლემა არ არის არ დათანხმება. აზრი გამოხატეთ ძმაო წესიერად. იმიტომ რომ სულელური კომენტარები იშლება. არა იმიტომ რომ ვაიმე განსხვავებული აზრი ხომ და მოისმენ, განსხვავებულ აზრს იმდენს ვისმენ, რომ ვეძებ. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვიზრდებით განსხვავებული აზრის მოსმენისას. ან რჩები საკუთარ პოზიციაზე, ან ხედავ რომ ის უფრო სწორია და იზრდები. ან ნებისმიერ შემთხვევაში იზრდები. ნეგატიური კომენტარი არ არის განსხვავებული აზრი. ეგ არის გულის არევა, ამიტომ მიბრძანდი საკუთარ სოციალურ ქსელში, საკუთარ სახლში, აირე გული საკუთარ ხალიჩაზე. ის ცუდი რაც გინდა რომ თქვა, უთხარი შენს აუდიტორიას. საყურადღებოა რომ ძირითადად ვინც ესეთი ნეგატიური ტიპები არიან, რომ გადახვალ მათ გვერდზე არც ერთი გამომწერი არ არის, საერთოდ აუდიტორია არ ყავს და რეალურად მიზეზი არის ის, რომ არავის არ ჭირდება ცუდის და ნეგატიურის და რაღაცა თავხედურის მოსმენა. და მე ეს ადამიანები შემოდიან და სხვასთან ირევენ გულს, საკუთარ საწოლებში აირეთ გული. შელამაზებულად ხوار გეუბნები, იშლება თქვენი კომენტარები, მაშინაც კი როცა გონია რომ არ წაიშლათ შენ რომ ხედავ, წაშლილია. იგივე ეხება YouTube-ზეც, იგივე ეხება აბსოლუტურად ყველა სოციალურ ქსელში. კაი. სად ჩანს რომ ღვთისმსამეფო ყველაზე ხშირად არის შედარებული ბიზნესთან და საქმიანობასთან. მათეს 13:44-ში კითხულობთ ესეთ რაღაცას. ზეციერის სამეფო მინდორში დამალულ განს გავს. რომელი სამეფო? ზეციერის სამეფო, ღვთის სამეფო მინდორში დამალულ განს გავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა და გახარებული მიდის, რომ რაც კი რამ აბადია ყველაფერი გაყიდოს, რაც კი რამ აბადია ყველაფერს ყიდის და ამ მინდორს ყიდულობს. ჩვეულებრივი ბიზნესის პროცესია. ნახე რაღაცა, მიხვდი რომ ძალიან ღირებულია, წამოხვედი გაყიდე ყველაფერი, იმისთვის რომ ფინანსური ინვესტირება მოახდინო რაღაცაში, რაც უფრო მნიშვნელოვანია. განსში. ღვთისმსამეფო გავს ესეთ ბიზნეს პროცესს, სადაც და ასე შემდეგ. კიდე ერთი. ეს საერთოდ მაგარია. ზეციერის სამეფო დიდ ვაჭარსაც გავს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ღმერთმა თავისი სიდიადის, სიკარგის და ჭეშმარიტების შესადარებლად მუდმივად მოიყვანოს რაღაცა, რაც ცუდია, რაც ეშმაკის არის, რაც საზიზღრობა, რაც დამღუპველია და ასე შემდეგ. ზეციერის სამეფო დიდ ვაჭარსაც გავს. ვის გავსო? ვაჭარს არა, დიდ ვაჭარს გავს.
რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას. გასაგებია აქ რა იგულისხმება, გასაგებია სად რა განძი იგულისხმება, თუ ბიბლიას წავიკითხავთ მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ წიგნად. უბრალოდ მოგცემს ინფორმაციას რელიგიურ ნაწილში, მაგრამ გამოვტოვებთ ყველაზე ღირებულ ნაწილს და არ მივცემთ უფლებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვანახოს, როგორ ვიყოთ ღვთისმსახურების წარმომადგენლები დღესვე, აქვე და ახლავე. იმიტომ რომ თუ ნებისმიერ საქმეში მოქმედებ იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც ეს სამყარო არის შექმნილი, გინდა არ გინდა ღებულობ ღვთის კურთხევებს. ოღონდ ეგ არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც ეგ უნდა აკეთო. მოკლედ გასაგებია. უფრო მეტიც. მათეს 25-ის 14-დან 30-მდე მუხლები მინდა გაგიზიაროთ. მათეს 25-ის 14 და 30. ზეციერის სამეფო იმასაც გავს, კაცმა სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა. სწორად რომ გავიგოთ, სწორად რომ მივხვდეთ სინამდვილეში რა პროცესია საუბარი, პატარა სქოლიოს გავაკეთებ, იმიტომ რომ შემდეგ რასაც წავიკითხავთ, მოსმენის დროს ეგრევე პარალელები გავავლოთ დღევანდელ რეალურ სამყაროსთან. ზეციერის სამეფო იმასაც გავს კაცმა სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა. მონები დღეს რა გაგებითაც მონები ვიცით რომ ვიღაც ტიპები გაიტაცეს, მოტყუებით წაიყვანეს, მერე უნდათ არ უნდათ ამუშავებენ, ამონებენ, დაპატიმრებული ყავთ. ბიბლიაში როცა ხდება სიტყვა მონა, ყოველთვის ამას არ გულისხმობს. მონა ეხლა ძალიან ბევრი დაასკვნის, რომ დღემდე მონები ვართ. მონა იყო ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი სახლი, კარი, ტანსაცმელი, მიწა, რაც თავარია, რაღაცა სიმდიდრე, სხვა რესურსები არ ჰქონდა და იმისთვის, რომ ეს საჭიროებები უზრუნველყოფილი ჰქონოდა, ემსახურებოდა ბატონს სხვა საქმეებში და ბატონი აძლევდა იმას, რაც მის საარსებოდ იყო აუცილებელი. რატო ვაკეთებ პაუზას? დღეს ადამიანების უმეტესობა შრომობს იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ეს ელემენტარული საჭიროებები და ვერ ხვდება, რომ იგივე მონობაშია. თუ დღეს ხელფას ღებულობ, რომელიც ძლივს ყოფნის კომუნალურებს, ჯანმრთელობას, ტანსაცმელს, საკვებს, ოჯახის სხვა წევრებს და ამ შემდეგ მონობაში ხარ. და თუ ვფიქრობ, რომ ხომ რას არის ეგ არის უბრალოდ აქაც რა ეხლა რასაც ვკითხულობთ, დამსაქმებლის და დასაქმებულის, ბიზნესმენის და დამსაქმებლის სიტუაცია ახსნილი. და თან გეუბნები, ზეციური სამეფოა შედარებული ამასთან. ზეციური სამეფო იმას გავს, კაცმა სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და მესამეს 1. წავიდა ბიზნესმენი. დღეს რო ყოფილიყო ვინმე ჩვენთან, მაგალითს ქრისტეს რო დღეს მოეყვანა ეს მაგალითი, მოიყვანდა ბიზნესმენის, კომპანიის, დასაქმებულის, დამსაქმებლის და ამ შემდეგ მაგალითი, იმიტომ რომ ქრისტე საუბრობდა იმ დროს მცხოვრები ხალხისთვის ყველაზე გასაგებ ენაზე. 5 ტალანტის თითოეულს თავისი უნარის და მიხედვით მისცა და გაემგზავრა. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ 5 მოიგო. 2-ის მიმღებმაც კიდევ 2 მოიგო. ის მონა, ის დაქირავებული მუშახელი, არ ვიცი, დეპარტამენტის უფროსი, რაც გინდა დაარქვი. ის მონა კი, რომელმაც მხოლოდ 1 მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და ჩაფლა თავისი ბატონის ვერცხლის ფული. კარგახნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშწორებას შეუდგა. მივიდა 5 ტალანტის მიმღები, სხვა 5 ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, 5 ტალანტი ჩამაბარე და 5-იც მე მოვიგეო. ბიზნეს დაატრიალა, ტიპა ვისაც ჩააბარა, იმან დაატრიალა ბიზნესი მოგება, ფულს მოგება ანახინა.
ბატონმა მიუგო ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონახარ, ცოტა ჩაგაბარე და მიერთგული, ამიტომ მეტს მოგანდობ. მოდი და გაიხარე შენს ბატონთან ერთად. მერე ორი ტალანტის მიმღები მივიდა და უთხრა, ბატონო, ორი ტალანტი ჩამაბარე და ორიც მე მოვიგეო. ბატონმა უთხრა, ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონახარ, ცოტა ჩაგაბარე და მიერთგულე, ამიტომ მეც მოგანდობ, მოდი და გაიხარე შენს ბატონთან ერთად. ბოლოს ის მონას მივიდა, ერთი ტალანტი რომ მიიღო და უთხრა, ბატონო, ვიცი რომ მომთხოვნი კაცი ხარ. ეს ძალიან საინტერესოა. იმ კი იქ სადაც არ დაგითესავს და აგროვებ სადაც არ გაგინიავებია. ამიტომ შემეშინდა, წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავფალი. აჰა, შენსას შენვე გიბრუნებ. ბატონმა მიუგო, ბოროტო და ზარმაცო მონავ. თუ იცოდი რომ ვიმკი იქ სადაც არ დამითესავს და ვაგროვებ სადაც არ გამინიავებია. მაშინ ჩემი ვერცხლის ფული ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა. ვისთვის უნდა მიგეცაო? ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და როცა დაუბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდიო. რითი მივიღებდიო? სარგებლით მივიღებდიო. წაართვით ამას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს, რადგან ვისაც აქვს მეტი მიეცემა და უხვად ექნება. იმას კი ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა რაც აქვს. გადააგდეთ ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში, იქ მოხვება ის ტირილსა და კბილთა ხრჭენას. რა მხრიდანაც არ უნდა გავიგოთ ეს პასაჟი, ჯერ საინტერესოა ის, რომ ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია. წავიდა ბიზნესის დამფუძნებელი დატოვა ხალხი, იმისთვის რომ ბიზნესი კიდევ მეტად გაეზარდათ, დაბრუნდა და ის ვისაც არ ქონდა გამრავლებული, ის სიკეთე რაც ბატონმა დაუტოვა, ისიც წაერთვა რაც ქონდა მიღებული. რა შეიძლება იყოს ის სიკეთეები, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო და რომელიც დაგვიტოვა? და რა შემთხვევაში შეიძლება დაასკვნას, რომ ის სიკეთე, რომელიც ჩვენში ჩაიდო, მიწაში ქონდა ჩამარხული, ამიტომ ბოროტი ხარ, არ იმსახურებ არც იმას, რაც ქონდა და ჯობია რომ საერთოდ გარეთ დარჩე. რა შეიძლება იყოს? ნებისმიერი ის უნარი, რომელიც ჩვენშია ჩადებული. აი, წეგანმა გავამახვილე ყურადღება იმ კის იქ, სადაც არ დაუთესია. თესლი, რომელიც შენშია დათესილი. შენი ამოცანა დათესვა, იმიტომ რომ ღმერთი არ თესავს, მოხცა თესლი, რომელიც შენ უნდა დაგეთესა, იმიტომ რომ ღმერთი იმ კის იქ, სადაც არ დაუთესია, იმიტომ რომ შენ ხარ ვიღაცა, ვისაც უნდა დაეთესა. შენ ხარ ვიღაცა, ვისაც უნდა მოევლო, დაეფარა რაღაცა სარეველისგან და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ღმერთს უნდა გაეკეთებინა. შენი ამოცანა დათესო და მორწყა და კიდე კაი შენი ამოცანა არა გაზარდო ხე. კიდე კაი შენი ამოცანა არა იშრომო იმაზე როგორი ნაყოფი მოისხას ხემ. კიდე კაი რომ პირიქით არ ხდება, ღმერთმა რო არ გითხრა რომ მე ძმაო თესლს დავთესავ, მე მოვწყავ, დანარჩენი შენიცი კიდე კაი ეგრე არისო. მაგრამ როგორც არის, თუ იმას არ თესავ, არ ზრდი და ამ ნაყოფით სხვებს არ ემსახურები, ისიც წაგერთმევა რაც გააქვს და ეს შეიძლება იყოს უნარი, ნიჭი, გამოცდილება, პროფესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგავების 10:22-ში წერია ძალიან კაი მუხლი. სიტყვები. უფლის კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ ზდევს ტკივილი. ესე იგი შეიძლება ადამიანი გამდიდრდეს უფლის კურთხევის გარეშე, მაგრამ ამას ტკივილი თან არ ზდევს. და ისე სხვანაირად თუ გამდიდრდები, არან გეუბნება რომ თუ გამდიდრდები თან ზდევს ტკივილი. შეგიძლია გამდიდრდე, მაგრამ თუ ღვთის კურთხევით გამდიდრდები, ესეც ტკივილი არ ზდევს თან. და მე შენი ნახე რატო მნიშვნელოვანი. სანამ სიმდიდრე გონია მხოლოდ ბოროტების და მამაძაღლობების და მაიმუნობების ნაყოფი, მანამდე ვერ ვამჩნევთ იმ შესაძლებლობებს, რომლითაც შეგვიძლია გავმდიდრდეთ საშვილიშვილოდ. და უნდა გავმდიდრდეთ კიდეც, იმიტომ რომ შექმნილები ვართ სამყაროში, რომელიც უსასრულოდ იზრდება, შექმნილები ვართ ადამიანები, რომელიც ვერასდროს ამოუწურავთ ჩვენს პოტენციალს, იმიტომ რომ ღმერთმა ჩადო შენში რაღაცა პოტენციალი. საკმარისია რომ ამოწურო შენი პოტენციალი, ახალი პოტენციალი გეხსნება. ერთადერთი ცუდი რაც შეიძლება საკუთარ თავს გავუკეთოთ არის ის, რომ საკუთარ თავს არ მივცეთ საკუთარ პოტენციალს, არ მივცეთ პოტენციალი რომ გამოავლინოს თავის პოტენციალი.
რატოა მნიშვნელოვანი სიმდიდრესა და შემოქმედს შორის ჭიდრო კავშირის დანახვა. ნახე რატომ, ძალიან საინტერესო თემებია რა. ბევრს გონია რომ ღმერთი არის უსასრულო რესურსი რაღაცეების, საიდანაც შეგვიძლია რაღაცეები წამოვიღოთ და ამ შემდეგ. ნახე, რესურსი არის რაღაცა, რაც ამოღებულია საბადოდან, მოპოვებულია რაღაცა წყაროდან. ღმერთი არ არის რესურსი, ღმერთი არის უსასრულო პოტენციალის, უსასრულო შესაძლებლობების საბადო და მანამ სანამ აგრძელებ მისგან წამოღებას, მისგან წამოღებული ყოველთვის კარგია, ყოველთვის მეტს გაძლევს და ყოველთვის მეტის დატევის და სხვებისთვის გაცემის შესაძლებლობას გაძლევს. ამას წინათ ვფიქრობდი ილია ჭავჭავაძის სიტყვებზე. კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე. ძალიან მაგრად ახლა ილიას თუ არ ესმოდა და აკაკის თუ არ ესმოდა და ვაჟას ან შოთას თუ არ ესმოდა ამ პრინციპების აბა ვის ესმოდა, მაგრამ ჩვენ ისე გვასწავლეს რომ დიდად არ დავკვირვები ვართ. კაცად მაშინ ხარ საქები, ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანი მაშინ ხარ საქები, თუ ყოველი დღის ბოლოს კითხვას სვამ, აბა მე დღეს ვის რა ვარგე, იმიტომ რომ შენი ქება დამოკიდებული არა იმაზე რომ რამდენად კარგი ხარ, არა იმაზე რა გააქვს, არა იმაზე რა გინდა და შემდეგ, დამოკიდებულია საქებარი ხარ ერთადერთ შემთხვევაში. სხვა ადამიანების ცხოვრებაში რა დადებითი ზეგავლენა მოგიხდენია, ჩემო კარგო. იმიტომ რომ თუ სხვების ცხოვრებას არ აუმჯობესებ, ესე იგი დაკავებული ხარ საქმით, როცა არ იყენებ შენში ღვთის მსგავსებადობას ერთი და მეორე არასრულებ იმ დავალებას, რისთვისაც ღმერთმა მოგვავლინა, გაგვაჩინა, დაგვნიშნა, მოგცა უნარები, მოგცა დავალება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ დაკავებული ხარ მორალური საქმიანობით, რომელიც ემსახურება ადამიანებს და მოაქვს მათთვის სარგებელი, სიმდიდრე არის ღვთის კურთხევა. საინტერესო არის ერთი ესეთი რაღაცა, ბევრს ნახე, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში და ბევრს არ გვესმის, რატოა აუცილებელი, არა კარგი, რატოა აუცილებელი, რომ მიზნად დაისახო სხვების ცხოვრების გაუმჯობესება და გამდიდრება. რატოა აუცილებელი? ეფესოელებში წერია, რომ გამოისყიდეთ დრო, რადგან დღეები ბოროტია. ნახე? აქ რო დროში და დღეებში ერთი და იგივე რაღაცა იგულისხმებოდეს, არავინ გეტყოდა გამოისყიდეო, გეტყოდა გაყიდე დრო, იმიტომ რომ ბოროტია. გამოისყიდე, როგორ უნდა გამოისყიდო დრო? გაყიდე დრო არ წერია, აქეთ იყიდე დრო წერია. როგორ უნდა გამოისყიდო დრო? შესაძლებელია თუ არა სიმდიდრით დრო ისყიდვა. შესაძლებელია. არა მეტი წლების დამატებაში, ზოგის შემთხვევაში ეგეც შესაძლებელია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს ცხოვრებას ასრულებს, იმიტომ რომ ფინანსები არ აქვს, უკეთესი კვებისთვის, ჯანმრთელობისთვის, სამედიცინო რაღაცებისთვის და ასე შემდეგ, ეგ ერთი, მაგრამ უფრო მეტიც. დღეს რო შენ იმაზე მეტი ფული გქონდეს, ვიდრე გააქვს, დროს რომელსაც ახლა ყიდი სამსახურში, გამოისყიდდი უკან და ამ დროს მოახმარდი ოჯახს, საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ მიზნებს, საკუთარ არ ვიცი, ახლობლებს და ასე შემდეგ. იმისთვის რომ გამოისყიდო დრო, უნდა გქონდეს ფული, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა დროს ფულში ყიდის. დღეს თუ რაღაცას იმიტომ ვერაკეთებ, რაც ჭირდება, მეუღლესთან ვერ ატარებს საუკეთესო დროს, შვილთან ვერ ატარებ, დედასთან ვერ ატარებ, მამასთან ვერ ატარებ, გადაკარგული ხარ სხვა ქვეყანაში და გიწევს ეს დრო გაყიდო, მიზეზი არის ის, რომ აქამდე არავის უთქვამ ჩვენთვის, რომ დროის ყიდვა შეგიძლია ძმაო. თუ ფული გექნება, არ ვიცი, ჩემს ეზოს 1000 ერთხელ ვკრეჭ ხანდახან მე. ისიც თუ რაღაცას ვუსმენ და სინამდვილეში ბალახს კი არ ვკრეჭ, დროს პოულობ იმისთვის, რომ რაღაცას ვუსმინო პარალელურად. მაგრამ სხვა შემთხვევაში ვეუბნები ადამიანს მოდის და იმ დროს, რა დროც მე უნდა დამეხარჯა ბალახის კრეჭვაში, ვუხდი ფულს, რომ ეგ დრო ვიყიდო უკან და გავატარო სხვა რაღაცაში. ეგ არის რეალური მიზეზი, წეღანაც ვახსენეთ, რომ ნახე, თუ ახლა შენი ცხოვრების ძირითადი, როგორ გითხრა, შემოსავალი
განპირობებულია შენი დროის გაყიდვით, შენთვის ყველაფერი ცხოვრებაში იქნება ძვირი. არა იმიტომ რომ ფულია ძვირი, უბრალოდ ამ ფულის საყიდლად ყველაზე ძვირფასი რესურსი გაქვს გადახდილი. ხვდები რას გეუბნები? ღარიბებისთვის ყველაფერი ძვირი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ცოტა აქვთ. იმიტომ არის, რომ დროით შეუყიდულობენ ყველაფერს. გადაობ საზიზღარი რაღაცა გააკეთა სისტემამ, სადაც გვითხრა რომ იცი რა, ახლა დავანებოთ ამ ბიბლიურ მუხლებს, წინა ის მინდა რა, ცოტათი წინა ლაივის თემა გავაგრძელო. სადაც გვითხრა რომ იცი რა, შენ თუ ამას ისწავლი, მერე წახვალ და კარგ სამსახურს ნახავ. და გვაქციეს ადამიანებად, ვინც ინდიელებივით ოქროს ცვლიან შუშებში. ინდიელისთვის რომ გეთქვა სისულელეს აკეთებ ძმაო, ოქროს რატო ცვლი ფერად შუშებში? გეტყოდა რომ ოქრო შუშებია ძმაო და მაგიტო. თუ გინდოდა რომ ოქრო გეყიდა შუშების ფასად, არასოდეს უნდა გეთქვა ამ ადამიანებისთვის რომ შენ რასაც კიდე უფრო ძვირფასია. უფრო მეტიც უნდა გესწავლებინა როგორ გაეუფასურებინათ თავიანთი ფასდაუდებელი რესურსი და უფრო მეტიც უნდა დაგეოსტატებინა თავიანთი ფასდაუდებელი რესურსების იაფად გაყიდვაში. მთელი განათლების სისტემა ემსახურება იმას. მე არ ვამბობ რომ გამონათებები არ არსებობს და მე არ ვამბობ რომ კიდურა შემთხვევები არ არსებობს. მთელი განათლების სისტემა ემსახურება იმას რომ ადამიანები დააოსტატოს დროის გაყიდვაში. დააოსტატოს საკუთარი პოტენციალის დასაჭურისებაში. ოცნებასაც კი ვერ ბედავენ ადამიანები, ვერ ხვდებიან უბრალოდ რამდენი რაღაც შეუძლიათ. უბრალოდ ვერ ხვდებიან და რო ეუბნები აქეთ ბრაზდება. მოკლედ, ესეთი ამბებია. ვფიქრობ, რომ შემდეგი შაბათის თემად ავიღოთ რა ავიღოთ. როგორ ემსახურება ეკონომიკური სისტემა ადამიანების გაღატაკებას და რატო ჭირდება ადამიანების გამღატაკებელი ცრუ განათლების, ცრუ რელიგიური და ცრუ ეკონომიკური სისტემა, რატო სჭირდება სახელმწიფოებს? პასუხი ალბათ უკვე გასაგებია, მაგრამ როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი? ეს არის საინტერესო, კავშირების დანახვა საინტერესო, არ ვსაუბრობ რაღაც შეთქმულების თეორიებზე და შემდეგ, უბრალოდ მარტივია. ვიღაცას ჭირდება ღატაკი ადამიანები რაღაცა მიზეზით და ეს მიზეზი და მიზანი იმდენად დიდია და მნიშვნელოვანია, რომ მთელ ძალისხმევას ახმარს თაობების დაპროგრამებას სიღატაკის პროგრამით. თუ ახლა ფიქრობ, რომ იცი რა, ახლა ვიღაცამ როგორ უნდა დამაპროგრამოს უყურე. ნახე. ჩვენ ჩათვალე რომ მანქანები ვართ, კომპიუტერები ვართ, გასაგებია ზე განვითარებული, ზე ასეთი, ზე ისეთი. ჩვენი კომპიუტერი როგორიც ვართ, დავალებებს ასრულებს იმ პროგრამის მიხედვით, რა პროგრამებით ჩაწერილი აქვს ქვეცნობიერ და ცნობიერ დონეზე. არა მარტო უფრო სიღრმეშიც გასაგებია, მაგრამ მარტივზე ვილაპარაკოთ. წარმოიდგინე ტელეფონი, რომელიც ახლა გაქვს, iPhone-ი გაქვს მაგალითად და iOS-ია ჩაწერილი. თუ გინდა რომ მასზე გაუშვა Android-ის პროგრამა, ვერ გაუშვებს სანამ სისტემას არ გადააყენებ, ანუ სანამ მოწყობილობაში, შეიძლება iPhone-ში ვებში ვერ ჩაწერო, მაგრამ სანამ მოწყობილობაში საოპერაციო სისტემა სხვა არის, კარგი პროგრამაც რო გაუშვა, error-ს აგდებს, იმიტომ რომ ეს ამისთვის არ არის. ადამიანები, რომლებიც დაპროგრამებულები არიან სიღატაკეზე, დღეს რო ეუბნები, რომ იცი რა ძმაო, სიმდიდრე დღეს ამ ცხოვრობ დროში გადაობ ძმაო, ერთს დააწვევი ტელეფონზე რამდენი კაცია ახლა ლაივში, ამას რო გავთიშავ, რამდენი კაცი ნახავს მე კიდე. დღეს ცხოვრობთ ეპოქაში, როცა ამაზე მარტივი არასოდეს ყოფილა გამდიდრება. ყველაფერია იმისთვის, რომ თუ რაღაცა კარგს აკეთებ, უთხრა სხვებსაც, რომ მე ძმაო, ნახე, შემიძლია შენი ცხოვრების გაუმჯობესება, შემიძლია შენი დროის დაზოგვა ამ რაღაცით, შემიძლია შენი არ ვიცი, შემოსავლის გაზრდა ამ რაღაცით, იმიტომ რომ ეს თუ გექნება, ან დრო გექნება მეტი, ან ჯანმრთელობა გექნება მეტი, ან ურთიერთობა გექნება მეტი. ყველაფერია საიმისოდ, რომ თუ რამეს აკეთებ ძმაო, უთხრა სხვებს. იმიტომ რომ თესლი, რომელიც შენში ჩაიდოს, შენ კიდე წარმოდგენა არ გაქვს, რამდენი ნაყოფის გამოღება შეუძლია. ესე ნათქვამი არსებობს, რომ ყველა სულელს შეუძლია დათვალოს ვაშლში თესლი, მაგრამ თესლში ვაშლის დათვლა არც ერთს შეუძლია. და ეგეთი თესლი გაქვს
შემოქმედებითობა, კრეატიულობა, რაც ადამიანს აქვს მხოლოდ და ღმერთს და სხვა არცერთ არსებას არ აქვს. ეგეთი თესლია, რომელსაც დათესავ თუ არა იმდენად დიდ ნაყოფს გაძლევს. რომ ვერც თუ წარმოვიდგენ, რომ ერთი თესლისგან შეიძლება ერთი ხე ამოვიდეს, რომელმაც წლები ერთი ვაშლი კი არ მოისხას. მილიონობით ვაშლი მოისხას, მით უმეტეს თუ მის თესლსაც დათესავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უსასრულო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ამას არ გვასწავლიან. ჩვენ გვასწავლენ მთელი მოდელი, რაც გვასწავლეს, არის შეზღუდული ეკონომიკის პრინციპებზე აგებული. საკონდიტროს პრინციპებით ესმოდათ, როკფელერსაც, კარნეგისაც საკონდიტროს პრინციპით ესმოდათ ეკონომიკა. საკონდიტროში საცხობის პრინციპით, საცხობში მეტი წარმადობა, მეტი მოხმარება უდრის დეფიციტს. რაც მეტ კურსს გამოაცხობ, ნაკლები გრჩება გამოსაცხობად. და ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ესეთ პრინციპებით მოწყობილ ეკონომიკაში. ეს სამყარო არის ბაღის პრინციპით. შენს ბაღის პრინციპით ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც მეტია მოხმარება, მეტია წარმადობის პოტენციალი. მიხვდი რას გეუბნები? მოკლედ ეგ ამბავი. ეს იყო მოკლედ დღეს რის გაზიარებაც მინდოდა 55 წუთში ჩავეტიეთ. მე ვფიქრობ საინტერესო თემებს შევეხეთ. შეგვიძლია რამდენიმე კითხვას ვუპასუხოთ. მაგრამ მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემა არ ემსახურება, მიხვდი ამას. მთელი მსოფლიოს განათლების სისტემა ემსახურება ამას. ოღონდ ამას არ ვამბობ რაღაც უყურე. ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ტიპებმა შექმნეს სასწავლებელი სისტემა, პროცესი რო გვესმოდეს და ეს სისტემა თუ არ შეცვლილა და უბრალოდ გამრავლდა, ესე იგი გვესმის რომ მთელ მსოფლიოში განათლების სისტემა მუშაობს ესე. ტიპები მუშაობდნენ რაღაცა, არ ვიცი, სათოხარში, ყანაში, იმაში. ინდუსტრიალიზაციის რევოლუციის შემდეგ საჭიროება გაჩნდა, რომ არ გვინდა ძმო ამდენი კაცი თოხით ხელში, გვინდა ვიღაცები, ვინც კომბაინის საჭეს დაატრიალებენ და გაჩნდა სასწავლებლები, სადაც ტექნიკურ განათლებას მიიღებდი, რომ თოხის ქნევის ნაცვლად კომბაინის საჭე გეტრიალებია. და მე გაჩნდა საჭიროება, რომ 10 კაცი ძმო, რომ ამ კომბაინის საჭეს ატრიალებს და ვინ როდის მოვიდა, ვინ რასაც წავიდა, ამან რა მოთოხნა, იმან რა გამარგლა და ვერ ხვდები ვინსაც დარბის, მე გჭირდება ერთი ადამიანი, ვისაც ასწავლი მენეჯმენტს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა საჭე კი აღარ ატრიალოს კომბაინის. მენეჯერი იყოს და ადამიანები მართოს და მივასკდით ყველა მენეჯმენტი ჩავაბარეთ, მე ბიზნეს მართვა ჩავაბარე, მაგრამ უნდა გვესმოდეს საიდან მოდის, ვისი შექმნილია და როგორ არ შეცვლა დღემდე. დღემდე იგივე რელსებზე ატრიალებს, უბრალოდ მოკლედ მიხვდით რა. ეთილი, დაგემშვიდობებით ახლა. ხო, ნახე საინტერესოა მაია, ძალიან საინტერესოა, არ მიფიქრია მაგაზე. ია, ნახე საინტერესო თემა მომისმინე, რომ ზოგნი ფულის მანიით შეპყრობილები არაფერს რომ არ ერიდებიან, ოღონდ გამდიდებდნენ. ნახე. ამ რელსებზე დარჩენას ემსახურება ჩვენი შემდეგი გარემოებაც, უყურე. რატო უნდა გქონდეს ფული თავისუფლად? არ ვამბობ კაია როგორ, რატო უნდა გქონდეს? იმიტომ რომ ეკონომიკურ პლანეტაზე ვცხოვრობთ, სადაც საჭიროებების უმეტესობას ფული სჭირდება. დღეს როცა მიდიხარ კაფეში და ვიღაცა გაჭმევს პურს, კერძს ფულის სანაცვლოდ, სინამდვილეში გიმასპინძლდება, იმიტომ რომ ფული გაქვს. და სინამდვილეში არა იმიტომ რომ ფული გაქვს, ფული ადასტურებს, რომ შენ უკვე სხვისთვის სარგებელი მიიგიცია და ეხლა მოვედი და მე შემიძლია ის მივიღო, რაც მე მინდა. და გასგები. მაგრამ ნახე, თუ თანხმდებით, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ფული გჭირდება, წარმოგიდგენთ ახლა ვინმეს რომ ფული არ გამოეგონებინა რა ნელი პროცესი იქნება და 2 წუთით შევეხოთ სინამდვილეში ფული რა არის, ხო? მაგალითად, შენ გაქვს რაღაცა პროდუქტი, კომბოსტო გაქვს და გინდა ბადრიჯანში გადაცვა. და მე კი მაქვს ბადრიჯანი, მაგრამ კომბოსტო არ მინდა. კიტრი მინდა. და ვეძებ ვიღაცა ტიპს, ვისაც კიტრი აქვს და ამ ძებნაში იმდენი ცხოვრება გადის. და მე ვიღაცა მოიფიქრა ფული და გითხრა რომ ბიჭო ფულით შეგიძლია ესქნა და მე ეს ფული მისცე იმას, იმიტომ რომ ყველა შეთანხმებული ვართ რომ ეს ატარებს ღირებულებას.
და რეალურად რაც ფულმა გააკეთა, დაასწრაფა ღირებულებების გაცვლის პროცესი. ფული ადასტურებს ფაქტს, რომ ღირებულების გაცვლას ქონდა ადგილი. შენ თუ გინდა რომ ბევრი ფული გქონდეს, ეს იქნება შედეგი, ბევრი ფული იქნება შედეგი მხოლოდ ერთადერთი რაღაცის. თუ კანონიერი გზით გინდა, არა კანონიერი არ გულისხმობ. კანონიერი გზით თუ გინდა, უნდა შექმნა რაღაცა ღირებულებები, რომელსაც ან მასიურად, ან სწრაფად, ან რაღაცა ფორმით, მოკლედ დიდი რაოდენობით გასცემ. შენს ღირებულებებს თუ სწრაფად, მასიურად მიაწოდებ სხვა ადამიანებს, სანაცვლოდ ეს საქმე მოგიტანს სიმდიდრეს. მილიონი თუ გინდა, უნდა დაждდე და მოიფიქრო, როგორ იშოვო მილიონი, რაც შეიძლება სწრაფად, ძმაო, სწრაფად, იმიტომ რომ თავარი დროა, თორე 40 წელიწადში ყველა იქნება მილიონერი. 40 წლის თავზე ყველა იშოვის მილიონს. მაგრამ სიმდიდრე არ იზომება ფულით, იზომება დროით, ბევრჯერ ვახსენეთ. თავარი ამინდო და რაზე წამოვიწყე ეს საუბარი. ბიჭო, დამცხა და ეს რაღაც არ აგდიოს. რატო უნდა გქონდეს ფული თავისუფლად? წარმოვიდგინე, უკვე შევთანხმდით, რომ ფული გჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზით. წარმოვიდგინე, ჟანგბადი, რომელსაც ახლა თავისუფლად სუნთქავ, გახდა შენი მოსაპოვებელი. ანუ, განა არ არის, ბევრიც არის, მაგრამ თუ რაღაცებს არიზან ვერ მოიპოვებ, თავისუფლად ვერ ისუნთქებ. და აღმოაჩინე, რომ უნარი რომ ჟანგბადი სწრაფად მოიპოვო იმდენი რომ ერთი 100 წელი გეყოს. ეგ უნარი არ გაქვს. მაგრამ გაქვს უნარი რომ ერთით მეტი ჩასუნთქვა გააკეთო, ერთი 3 ჩასუნთქვა გააკეთო, 2 ჩასუნთქვით მეტი მოიპოვო და შეინახო. ხო გახდება ჩასუნთქვა ცხოვრების მთავარი აზრი. რატო? იმიტომ რომ ის რაც აუცილებელია გახდა დეფიციტური. სინამდვილეში დეფიციტური არ გახდა, შენი უნარი ვერ უზრუნველყოფს დეფიციტურობის აღმოფხვრას. და თუ ჰაერი გახდება დეფიციტური, რაც გინდა კაი ადამიანი იყავი, რაც გინდა დიდი უნარებით, ნიჭებით, მოტივებით, შენი მთავარი სამოძრავებელი მიზანიც, მიზეზიც და ამ შემდეგ იქნება ერთით მეტი ჩასუნთქვა. რატო? იმიტომ რომ რაღაცა რაც აუცილებელია, არ გაქვს თავისუფლად. ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ფულის გარდა სხვა არაფერი აინტერესებს, არა იმიტომ რომ ბოროტია, არა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ უნარი არა აქვს, რომ ფული რაც შეიძლება მოკლე დროში სწრაფად დააგენერიროს და შესაბამისად ყოველ ნაბიჯზე ხდება საჭიროება იმისი რაც არა აქვს და მისი მთავარი საზრუნავი ხდება ფული, ძმაო, და ნორმალურია ეგ. ეგ ანიშნავს რომ ტიპი ბოროტია მაგის გამო, ბოროტია თუ ამის გამო ბოროტებას აკეთებს. მაგრამ ის რომ გესმოდეს რომ ფული მთავარია, უკეთესი ჯანმრთელობისთვის, უკეთესი კვებისთვის, უკეთესი სახლისთვის, უკეთესი გამოცდილებისთვის, რომელსაც ამ ცხოვრებაში ღებულობ და ფული მთავარია და ფულს მივიღებ იმ შემთხვევაში თუ სხვებისთვის სიკეთეს მოვიტან და ეს ხდება მიზანი. ნორმალურია. მოკლედ ეგ ამბავია. დაგემშვიდობებით ახლა ვინც 3%-ის კლუბში ხართ, 8 საათზე შევხვდებით, რაზე ვისაუბრებთ უკვე ჯგუფში ისედაც ხედავთ და დაგხვდებათ. კეთილი. ამ ჩანაწერს ჩავდებ აქაც, დავდებ აქაც, დავდებ YouTube-ზეც, წინასწარ სალამი YouTube-ის მაყურებლებო. ხო, თუ YouTube-ზე უყურებთ ამ ვიდეოს, ან სხვა ვიდეოებსაც, თანდათან ყველა ვიდეოს აღწერაში დაემატება 3%-ის კლუბის სარეგისტრაციო ლინკი. ამიტომ თუ YouTube-ზე უყურებ, აღწერაში დაგხვდება ლინკი, რომელთაც შეგიძლია გახდეთ 3%-ის კლუბის წევრი, სადაც ყოველ შაბათს 8 საათზე ვერთვებით 1 საათით და ვაზიარებთ და განვიხილავთ ბიზნესთან, ფინანსებთან, გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებულ ტაქტიკებს, სტრატეგიებს, პრინციპებს, რომელიც შეგიძლია უბრალოდ პირდაპირ აიღო, დააკოპირო შენს ბიზნესში და გაიხარო, იმიტომ რომ ამ ეს პრინციპები მუშაობენ არა იმიტომ რომ მე მოვწონ ვარ, უბრალოდ პრინციპებია და მუშაობენ ყველასთვის, ვინც იყენებს. ასე რომ დროებით ხალხო თქვენს